მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, პირდაპირ ეთერშია გადაცემა კვირის თემა. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან სახალხო დამცველის და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები. წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს. ესენი არიან სახალხო დამცველის მოადგილე ბაჩო ახალაია, თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები თეა თუთბერიძე, ლევან რამიშვილი, გიორგი მელაძე და გიორგი გოცირიძე. მოგესალმებით ბატონო და ქალბატონო თეა. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მოდით საუბარი დავიწყოთ იმით, თუ რა სახის დარღვევებია შიდა ქართლის რეგიონიდან. თუ კონკრეტულად რა კუთხით მოდის თქვენთან კანონდარღვევები, თუნდაც თქვათ სამართალდამცავების მუშაობით და საერთოდ რა გამოცდილება თქვათ აი შიდა ქართლის რეგიონს რაც შეეხება რა დარღვევებზეა ძირითადად საუბარი. ქალბატონო თეა იქნებ თქვენ. მოსამართლე ჩვენთვის დარღვევები არის ძალიან ბევრი, დაკავებები, ნარკოტიკის იარაღის ჩადების ფაქტები. არაერთი კონკრეტული მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. ასევე რამოდენიმე დღის წინ ჰქონდა შემთხვევა, როდესაც ჩვენ ჩამოვედით გორში, კაპეზეში აღმოჩნდით ადამიანები, რომლებსაც შეფარდებული ჰქონდათ სასამართლოს მიერ უკვე წინასწარი სამთვიანი აღკვეთი ღონისძიება და ეს ადამიანები ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყვნენ თქვათ საპყრობილეში გადაყვანილი, ისინი იყვნენ გორის კაპეზეში. სამმართველოს შენობაში. რაც შეეხება ნარკოტიკების და იარაღის ჩადების ფაქტებს, ამაზე როგორც აღნიშნე, ეს ძალიან ბევრი საჩივარი შემოდის თავისუფლების ინსტიტუტში, კონკრეტულად გორიდან და ცემა ესეც არანაკლებ არის შემთხვევები, როდესაც მე შევდივარ საპყრობილეებში და იქვე საუბრები პატიმრებს, რომლებიც ყვებიან თუ როგორ მოხდა მათი დაკავება, როგორ ცემეს ისინი პოლიციელებმა, როგორ ითხოვდნენ მათგან ჩვენებების მიცემას და აღწერენ როგორ ხდებოდა ეს წამება მათ მიმართ. და გარდა გორისა შიდა ქართლის რეგიონის სხვა რაიონებში თუ ყოფილხარ თქვენ და თუ გქონიათ ანალოგიური შემთხვევები? მე პირადად არ ყოფილი ვარ, მაგრამ აი ამ შემთხვევებთან დაკავშირებით არის შემოსული განცხადებები. დიახ, და სახალხო დამცველის აპარატში რა სახის განცხადებებია ძირითადად შიდა ქართლის რეგიონიდან? დაახლოებით 100 საგამო დაახლოებებია საუბარი, იქაც დაახლოებით ჩვენთანაც დაახლოებით ამ შინაარსის განცხადებები და პრობლემებია. რაც ძირითადად ეხება მართლმსაჯულების ორგანოებს, როგორც სასამართლო, პროკურატურა და პოლიცია. აი სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რაც ეხლა ამ დღეებში რამოდენიმე დღის წინ გორში ქონდა ადგილი. ესეთი დაახლოებით მაგდაგვარი ფაქტი მე საერთოდ არ მახსოვს ქვეყანაში, ჩვენ ქვეყნის მასშტაბით სადმე ყოფილიყო. ეს ეხება პროკურორის მიერ გორის რაიონის, მე მგონი უკვე ყოფილი პროკურორია ბაბა ჯანაშვილი და ოლქის პროკურორი, რომელიც იყო წითური ამ ორმა ადამიანმა ნასვამ მდგომარეობაში ცემეს საკუთარი ხელით თავიანთ სამუშაო ოთახში ეუჭმიდანილი მიგრიაული. ცემეს ეს არ არის სიტყვები, უბრალოდ ცემა, ეს იყო წამება. ეს იყო ჩვეულებრივი წამება, ადამიანს ეთყობოდა ამ წამების კვალი, დღესაც ეთყობა სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე სახიდან დაწყებული, ფეხები დამთავრებული. დაახლოებით ესეთი ისინია, რა ქვია, კანონდარღვევები, ეგეთ სასტიკმედებები პოლიციაში პერიოდულად ხორციელდება. საჯარისხლების დაწესებულებებში, სადაც უკვე აქ დაკავებული ადამიანები გადაყავთ, ძალიან დიდი ნაწილი არის სწორედ ამ რეგიონიდან მიყვანილი და ამ რეგიონიდან შეყვანილი, რომლებსაც პრეტენზია აქვს პოლიციის მიმართ და მათ სხეულზე არსებულ დაზიანებებს, თითქმის დიდი ნაწილი უკავშირებს სწორედ პოლიციაში მომხდარ ფაქტებს. დიახ, და აღნიშნულ ფაქტს მაგალითად მოყვა თქვენი მხრიდან რეაგირება და მოყვა რეაგირება თუნდაც იმ კუთხით, რომ გათავისუფლებულები არიან ეს პროკურორები თარამდე. საკმარისი, ეს არის პირველი ეტაპი რეაგირებისთვის. და მაგ შემთხვევაში მოქმედებს რა თქმა უნდა კანონი და კანონი ითვალისწინებს არა მარტო განთავისუფლებას, კანონი ითვალისწინებს სისხლისამართლის პასუხისმგებაში მიცემას იმ ადამიანს, ვინც ეგეთი რამ ჩაიდგა. და როდესაც ფაქტი ასე ხმაურდება უკვე და ფაქტობრივად ასეთი წამების ფაქტები უკვე სააშკარაოზე გამოდის. აი ამ კუთხით გამოცდილება თუ გქონიათ პირადად თქვენ, როდესაც ასეთი თუნდაც თანამდებობიდან გათავისუფლება, თუნდაც თქვათ მისიის შემდგომ უკვე დასჯა მოყოლია. აი ამ შემთხვევაში თქვათ პროკურორი. მე მიჭირს გავიხსენო საერთოდ ამ რანგის თანამდებობის პირების მხრიდან ესეთი ქმედების ჩადენის ფაქტი ვერ გეტყვით შემდეგ რეაგირებაზე, იმიტომ რომ მე არ მახსოვს საქართველოში ოლქის პროკურორს საკუთარი ხელით ვინმე ეცემოს, ეგ მართლა არ მახსოვს თქო. პირველი შემთხვევა ჩემ პრაქტიკაში ეს გორის ოლქის პროკურორი იყო, რომელმაც ეგეთი რამ გააკეთა. დიახ, ხოდაშორის საუბარი იყო იმაზე, რომ დროებით დაკავების იზოლატორში იყვნენ თქვათ ნაცემი ადამიანები, თუნდაც თქვათ პოლიციის, თუნდაც რეაგირება ზემდგომი ორგანოებიდან, თუნდაც პოლიციის იმ განყოფილების უფროსის მიმართ თუ ყოფილა. მოდით ესე ვთქვათ. მას შემდეგ რაც საქართველოში მოხდა ეს ყველასთვის უკვე კარგად ცნობილი მთელ მსოფლიოში ვარდების რევოლუცია, ბევრმა როგორც ჩანს ჩათვალა, რომ ავტომატურად პრობლემები, რომლებიც ჩვენ
ასე ბლომად ქონდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ხელის ერთი მოსმით გადაიჭრა. საზოგადოება სამწუხაროდ გახდა უფრო პასიური, ჟურნალისტებიც ისეთი დიდი ინტერესით უკვე აი ამ პრობლემებს აღარ აშუქებდნენ ხოლმე და იმ მომენტიდან რა მომენტშიც მოდუნდა საზოგადოებრივი ყურადღება, იმ მომენტში რა მომენტიდანაც პრესა უკვე აქტიურად აღარ აშუქებდა ასეთ სამართალდარღვევებს, პრობლემამ უკვე პრაქტიკულად ეპიდემიური ხასიათი მიიღო. რევოლუციის შემდეგ ძალიან სამწუხარო ფაქტია, რისი კონსტატირებაც მიწევს, მაგრამ ის რაც ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს, უკვე 527 აღემატება ცემის, წამების და სხვა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სამართალდამცველთა მხრიდან. ეს არის ალბათ სხვაში წვეთი იმისი, რაც არის სინამდვილეში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ბევრი თავს არიდებს ასეთი შემთხვევების შესახებ გაცხადებას, ორგანოები, რომლებიც უნდა აფიქსირებდნენ ამ დაზიანებებს, ხშირად არაკეთილსინდისიერად ასრულებენ თავის უფლებამოსილებს და ხშირად ეს არ ხდება. ხა რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან, ხო? თავისთავად ის, რომ დარღვევები ხდება პოლიციაში, ეს ხა ამდენად გულუბრყვილო არავინ არ უნდა იყოს, რომ და არ ჩვენ ვართ ისე გულუბრყვილო, რომ მეორე დღესვე რევოლუციიდან მართლა ეს ყველაფერი აღმოიფხვრებოდა. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ესეთი დარღვევა რომ ხდება შემდეგ ამას სათანდო რეაგირება არ მოყვება ხოლმე. არ მოყვება რეაგირება ხელმძღვანელობის მხრიდან, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროსი, არ მოყვება რეაგირება პროკურატურის მხრიდან და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანის უფლებს ჩვენ რაც არ უნდა თავგამოდებით ვიცავდეთ, მთავარი ორგანო, რომელიც უნდა იდგეს ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის სადარაჯოზე, ეს არის სასამართლო და როდესაც სასამართლოც ამაზე ყველაფერზე თვალს ხუჭავს, იქ უკვე 527 კი არა 5000-ზე მეტი რო არ არის, მადლობა უნდა ვთქვათ. როდესაც სასამართლო არ დგას თავის ადგილზე. და ამ ყველაფრის თავი და თავი მაინც მე მგონი არის ის, რომ ჩვენ როგორც საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრესა უფრო ნაკლებად კრიტიკულად ვეკიდებით ასეთ შემთხვევებს. ნაკლები არის სიმწვავე და როგორც ჩანს, ყველანი მოველოდით იმას, რომ აი ამ პრობლემებს ხელისუფლების გამოცვლასთან ერთად ადგილი არ ექნებოდა, ან თუ მოხდებოდა მაინც ამ ყველა პრობლემას მოაგვარებდა ხელისუფლება, ვინაიდან ხელისუფლებაში მოვიდნენ კარგი ადამიანები, დემოკრატიულად მოაზროვნე, დასავლეთში განათლება მიღებული, ასე სამწუხაროდ არ ხდება. თუ კი თითოეული მოქალაქე არ აქტიურებს და არ დაიცავს თავის უფლებებს, არ დაიცავს თავისი მეზობლის, თანამოქალაქის უფლებებს, სხვანაირად ჯერჯერობით შეუძლებელია, რომ ვილაპარაკოთ კანონის უზენაესობაზე. დიახ, და საინტერესოა თუნდაც სტატისტიკური მონაცემები უკანონობით გამორჩეული საქართველოს რეგიონი. გორი ამ თვალსაზრისით მესამე ადგილზე იმყოფება, ჩემპიონი, ასე ვთქვათ, არის თბილისის პოლიციის სამმართველო, შემდეგ მოდის ისანი სამგორის პოლიცია, გორს მოსდევს ზუგდიდი და შემდეგ დანი ნაძალდევის პოლიციის სამმართველო. თუმცა ახლა ესენი ძალიან პირობითი, აი დაახლოებით ლუარსაბ თათქარიძის კაცი ადამიანის შესავალი რო იწყება, რატომ მე აი ესე არის ამ შემთხვევაშიც, ხო? ახლა ძალიან პირობითია გორის ან რომელიმე ამ სამმართველოს გამორჩევა. უბრალოდ აქ უფრო უკეთ მოხერხდა დაფიქსირება, თორე დარღვევები არანაკლები ხდება სხვაგანაც. ცემაც, წამებაც, სხვა არაჰუმანური მოპყრობაც. დიახ, და გარდა ვთქვათ პოლიციის და გარდა პროკურატურის, სასამართლოს მხრიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებების კანონიერება უკანონობაზე, ბატონო გიორგი გოცირიძე მაგალითად იცის, ვთქვათ, რა ხდება შიდა ქართლის რეგიონში და განსაკუთრებით გორში და გორის რაიონულ სასამართლოში. მოდით საუბარი დავიწყოთ მათ გადაწყვეტილებების კანონიერებაზე. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საგანგაშო სიტუაცია შექმნილი გორის რაიონულ სასამართლოში და ეს ძირითადად
ძირითადად ვლინდება იმ საქმეებში, რომლებიც გორის მოსამართლეებმა და ასეთ შემთხვევაში ერთი მოსამართლე მყავს ხედულობაში, გორის სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, სკანდალური მოსამართლე მყავს ხედულობაში, რომლის სახელი და გვარი არის ბატონი გოჩა გოჩიტაშვილი და რომელიც უკვე არა მარტო მისი სახელი და გვარი იცის არა მარტო გორმა და მისმა რაიონმა, ან შიდა ქართლმა, არამედ მისი სახელი უკვე მთელ საქართველოშია ცნობილი. რაში მდგომარეობს ამ პიროვნების სკანდალურობა. ეს პიროვნება იგივე მასმედიასთან ურთიერთობაში ამ პიროვნებამ ძალიან ბევრი და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და შეიძლება ითქვას, რომ ეს პიროვნება წარმოადგენს ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ერთგულ მოსამსახურეს და მასმედიის წინააღმდეგ მიმართულ საკმაოდ ეფექტურ და მძლავრ იარაღს. ამ პიროვნების სახელზეა ბატონი რეზო ოქრუაშვილის მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, მაინც და მაინც მან დაამტკიცა ეს საპროცესო შეთანხმება, მან განიხილა ხალხის გაზეთის ჟურნალისტის ქეთევან გიკაშვილის საქმე, როდესაც გამოიყენა სრულიად უადგილოდ მიუთით და გაუქმებულ კანონზე 2004 წელს გაუქმებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონზე. ანუ ეს ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ქეთევან გიკაშვილი რწმუნებულის აპარატიდან ითხოვდა ინფორმაციას რწმუნებულის ავტობიოგრაფიისა და ჯანმრთელობის ცნობის შესახებ. რწმუნებულის აპარატის ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა უარი განუცხადა ჟურნალისტს ამ ინფორმაციის მიწოდებაზე და ამის შემდეგ ჟურნალისტმა მიმართა სასამართლოს, მაგრამ ბატონმა გოჩიტაშვილმა მას უარი განუცხადა ამ ინფორმაციის, ანუ იმაზე, რომ დაევალდებოდნენ რწმუნებულის აპარატი რათა გაეცა აღნიშნული ინფორმაცია და უარი უთხრა გაუქმებული კანონის საფუძველზე. ეს ერთი და მეორე ეს გახლავთ საბაწიწიკაშვილთან და ტრიალეთთან დაკავშირებული სასამართლო საქმე. მოგახსენებთ იმას, რომ საბაწიწიკაშვილმა და საბაწიწიკაშვილის ავტორობით გაზეთ ტრიალეთში დაიბეჭდა სკანდალური სტატიები, რომლებიც ეხებოდა ბატონი გოჩა გოჩიტაშვილის შუამავლობით საქმიანობას, ადვოკატ ნოზაძესა და ბატონ ალექსი მარიამიძეს შორის, კერძოდ ბატონი საბაწიწიკაშვილი წერდა იმას, რომ ადვოკატმა ერთი მოსამართლე, ანუ მოსამართლე გოჩა გოჩიტაშვილი მიუგზავნა მეორე მოსამართლე მარიამიძეს, ალექსი მარიამიძეს და სთხოვა მას გარკვეული თანხის გადახდა მამუკა ნოზაძის სასარგებლოდ. და რათა შემდგომ ბატონ მამუკა ნოზაძეს ტრიალეთში რაღაც განსაზღვრული სტატია დაებლოკა. აღსანიშნავია ის, რომ ეს აღნიშნული შესახებ დაიწერა გაზეთ ტრიალეთის ფურცლებზე და ამას მოყვა ის აბსურდული სტატია იმის მაგივრად, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს, საქართველოს იუსტიციის საბჭოს და შემდგომ პროკურატურას ადეკვატური რეაგირება მოეხდინა ამ პუბლიკაციაზე და სათანადო ღონისძიებები გაეტარებინა მოსამართლე გოჩიტაშვილის მიმართ და შეესწავლა ყოველივე ის ფაქტი, რაც ამ პუბლიკაციაში იყო მოყვანილი, ბოლოს გამოდგა ისე, რომ ეს პუბლიკაცია გახდა ტრიალეთზე ზეწოლის ერთ-ერთი საბაბი. კერძოდ ის, რომ ამას მოყვა მამუკა ნოზაძის მიერ შეტანილი სარჩელი აბსურდული მოთხოვნით, თითქოს ის, რომ იგი იყო გაუპარსავი, თითქოს ის, რომ გაზეთი ტრიალეთის ფურცლებზე გაჩნდა მისი გაუპარსავი ფოტოსურათი, ეს ლახავდა მის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას და თქვენ წარმოიდგინეთ, ბატონმა ეს საქმე განიხილა სწორედ იგივე გოჩა გოჩიტაშვილმა, რომლის წინაშეც უნდა დამდგარიყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ფაქტების გამო, რაც იყო ტრიალეთის ფურცლებზე მოყვანილი, სწორედ მან განიხილა ეს საქმე და გამოიტანა შეიძლება ითქვას აბსურდული გადაწყვეტილება. კერძოდ მან მიიჩნია ის, რომ თურმე ჟურნალისტი ვალდებულია იზრუნოს საჯარო მოხელის გარეგნობაზე და არ გამოაქვეყნოს და არ მიაწოდოს მომხმარებელს საზოგადოებას საჯარო მოხელე ისეთი, როგორიც ის არის თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და თურმე ჟურნალისტმა უნდა იფიქროს იმაზე და უნდა მოახდინოს კლასიფიკაცია დაქორწინებულ საჯარო მოხელესა და დასაქორწინებელ უცოლშვილო საჯარო მოხელეს შორის. ეს იყო აბსურდი, რაც განაცხადა ბატონმა გოჩა გოჩიტაშვილმა ტრიალეთთან მიცემულ ინტერვიუში და ბატონი გოჩა გოჩიტაშვილი ამჯერად ვერ გაექცევა მართლმსაჯულებას თუ იგივე დაწერს სამოტივაციო ნაწილში. და
კიდევ ერთი დღესდღეობით კიდევ არის ერთი სარჩელი შეტანილი, ამ სარჩელს იხილავს ქალბატონი თინა შავერდაშვილი და მე მოუწოდებ მას იყოს ობიექტური და არ აყვეს იმ ზეწოლას, რასაც რეალურად აქვს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. დიახ, და ბატონო ბაჩო სხვათა შორის ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონმა სუზარ სუბარმა გააკეთა განცხადება რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ რაც მოსამართლე გოჩა გოჩიტაშვილმა გამოიტანა ეს გადაწყვეტილება ის თვლიდა და რომ მართლაც კანონდარღვევით მოქმედებდა ამ შემთხვევაში მოსამართლე ფოტოს გამოქვეყნებას გულისხმობ. კი, ფოტოს გამოქვეყნებას გულისხმობ. საინტერესო ხა თქვენი მოსაზრება როგორი იქნება? ეხლა ბატონმა გიორგიმ საკმაოდ კარგად განმარტა რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა და რას იტყვით ამ შემთხვევაში რა ამოძრავებს მოსამართლეს? თუ შეიძლება ფოტოს გამოქვეყნებასთან დაკავშირებით უბრალოდ გამახსენდა საკმაოდ ცნობილი საქმე არის, რომელიც ცოტა ხნის წინ განიხილა სტრასბურგში ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებების პრინცესა კაროლინა გერმანიის წინააღმდეგ. პრინცესა კაროლინა მონაკოს პრინცესა ცნობილია იმით, რომ საკმაოდ გულმოდგინედ იცავს თავის უფლებას კერძო ცხოვრებას. და ბევრი სარჩელები შეაქვს ხოლმე სასამართლოში. აი ხა როგორც ჩანს, არ ვიცი, ეს ადვოკატი რაღაცა მსგავს როლს კისრულობს გორის რეალობაში და ისიც ცდილობს, რომ რაღაცნაირად შექმნას ესეთი პრეცედენტული საქმეები. ხო, ეხლა უბრალოდ განსხვავებას შემთხვევაში არის ძალიან მარტივი, ხო. პრინცესა კაროლინა, რომელიც მონაკოში თავისთვის კერძო ცხოვრებას ეწევა და თქვათ ვიღაცას არც რესტორანში რო წავა სიტყვაზე და ან სადმე ბავშვებთან ერთად რო გაისერნებს, მართლა ის უნდა იყოს დაცული იმისგან, რომ ვიღაც ჟურნალისტები არ უნდა დაძდევდნენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე და რაღაცნაირად უნდა მისცენ იმის საშუალება, რომ თავის ოჯახთან ერთად რაღაც დრო გაატაროს და ეს უფლება რა თქმა უნდა არსებობდეს და კანონით უნდა იყოს დაცული და ეს კიდევაც აღნიშნა თავის გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ. მაგრამ, როდესაც ადვოკატი იქნება ეს თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე რამდენადაც ვიცი, ინტერვიუ აღებული იყო როგორც ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო თუ საალკო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან. ხო, ეს ბატონი ნოზაძე იმ მომენტში ასრულებდა ოფიციალურ თანამდებობას. ინტერვიუ იყო აღებული. ახლა შემდეგ იმ სატელევიზიო ინტერვიუს ვიდეო ჩანაწერიდან იქნა ამოღებული ერთ-ერთი კადრი და ეს გამოქვეყნდა. აბსოლუტური აბსურდი და სრული სისულელეა, რომ ვიღაცამ ახლა მოითხოვოს კიდე წინასწარი თანხმობა და ნებართვა ამ პიროვნებისგან, რომ ესეთი ინტერვიუ იქნეს გამოქვეყნებული შემდეგ გაზეთში, იმიტომ რომ ჯერ ერთი, როდესაც ეს ადამიანი აძლევდა ინტერვიუს, ხო, მან შვენივრად იცოდა, რომ იგი საჯაროდ წარსდგებოდა საზოგადოების წინაშე და არანაირი დამატებითი, ესე იგი, თანხმობები ამისთვის საჭირო არ არის და მეორე, ეს ადამიანი იმ სიტუაციაში ასრულებდა ოფიციალურ მოვალეობებს, ის იმყოფებოდა გარკვეულ თანამდებობაზე და როგორც ამ თანამდებობის პირის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, ასე რომ აბსოლუტურად უკანონო არის ნებისმიერი პრეტენზია იმაზე, რომ აი რაღაცნაირად მისი პიროვნება უნდა რაღაც განსაკუთრებული დაცვით სარგებლობდეს. განსაკუთრებული დაცვით უნდა სარგებლობდნენ ჟურნალისტები, უნდა სარგებლობდნენ კერძო მოქალაქეები, მაგრამ საჯარო პირები თავის უფლებებზე კი არ უნდა ზრუნავდნენ იმაზე, რომ დაცული იყოს მოქალაქე, დაცული უნდა იყოს ჟურნალისტი და როდესაც სასამართლო ესეთ აბსურდულ გადაწყვეტილებებს ღებულობს, ან იგივე თქვათ ახლა ოქროაშვილის საქმე რომ იყო, როდესაც ხალხის გაზეთის რედაქტორი დააკავეს აბსოლუტურად რაღაცა თითიდან გამოწვეული შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე, ხო? აი ესეთი რაღაცა, როდესაც სასამართლოს მიერ კანონდება, მე რა პასუხი უნდა მოუთხოვოთ პოლიციელს, ხო? ეს პოლიციელი ხო საბჭოთა პერიოდში იზრდებოდა იმისთვის, რომ ადამიანი ეწამებინა, ქთამი გამოეძალა და სხვა უკანონობა ჩაედინა. ხა მეტი იმას არც განათლება არ მიუღია, არც სხვა
მოთხოვნილება საბჭოთა ხელისუფლებას მისთვის არ წაუყენებია, ხო? ეხლა მე არ გულისხმობ გამონაკლისებს, ეხლა ღირსეული ადამიანები ყველგან არსებობდნენ. ბუნებრივია, ამ ორგანოებშიც ასეთები იარსებებდნენ. ისევე როგორც შეიძლება ვთქვათ, გესტაპოშიც იყვნენ ნამდვილი პატრიოტები გერმანიის, მაგრამ გესტაპო როგორც ესეთი მიჩნეული იქნა დანაშაულებრივი ორგანიზაცია და იქნა გაუქმებული, აი დაახლოებით ასევე უნდა მოხდეს პოლიციასთან მიმართებაშიც და როდესაც სასამართლო, ხო? ასეთ რაღაცებზე თვალს ხუჭავს, როდესაც ვთქვათ, სასამართლო აკანონებს ჩხრეკის ოგს, რომელზედაც დამსწრეების ნაცვლად ხელს აწერენ გამომძიებლები და ესეც გორის სინამდვილეში მომხდარი ფაქტია, ხო? როდესაც იგივე ოქროაშვილის საქმესთან დაკავშირებით სრული აბსურდი რაღაცნაირად დააკანონა სასამართლომ, შემდეგ არ შერცხვათ და 2 დღეში ისე გამოუშვეს, რომ ბოდიშიც არავის არ მოუხდია არც საზოგადოებისთვის, არც ამ ადამიანისთვის. და ვითომ რაღაც ჯარიმა გადაახდევინეს 50 ლარი, რომელიც თვითონ პროკურორმა გადაიხადა მის ნაცვლად, ხო? ესეთი რაღაცეები, როდესაც ხდება ქვეყანაში და როდესაც ამაზე თვალს ხუჭავს სასამართლო და არა მარტო თვალს ხუჭავს, აკანონებს თავისი გადაწყვეტილებების მეშვეობით. მაშინ ძალიან ძნელია პასუხი მოთხოვოთ ან პროკურორ ბაბაჯანაშვილს, ან წითურს, ან არ ვიცი, აქ სუხიტაშვილს, ან კლდიაშვილს, ან ვიღაცა სხვას. მაგრამ ეს ქვეყანა არ არის ჩალით დახურული. ყველანაირ უკანონობას მოეღება ბოლო. იყვნენ აქ პროკურორები, რომლებსაც ცაკუდათ არ მიეჩნდათ და დედამიწა ქალამნათ, მაგრამ დღეს მათ მოუწიათ თავისი თანამდებობების დატოვება. ასევე მოუწევს სულ ყველა იმას, ვინც წავა კანონის წინააღმდეგ, ვინც წავა ხალხის წინააღმდეგ, ვინც წავა სიმართლის წინააღმდეგ. ყველა დაისჯება უსასტიკესად და სამაგალითოდ იმისთვის, რომ სხვა მსგავსი აღარ გაემეოროს. აქამდე რაც პასიური იყო საზოგადოება, ეს დიდი შეცდომა იყო ჩვენი მხრიდან, ჟურნალისტების მხრიდან, შედეგები ყველამ დავინახეთ, ასე რომ მეტი გაჩერება, მეტი მოთმენა არის დაუშვებელი და ეს იქნება უკვე ჩვენი მხრიდან დანაშაული. დანაშაული იგივე ჩვენი მომავალი თაობის წინაშე. დიახ, და რაც შეეხება მედიას და მედიის მიმართ განხორციელებულ, ასე ვთქვათ, უკანონობებს. საინტერესოა თქვენ პირადად გარდა გორისა და ვთქვათ გორის რაიონისა, თუ გქონიათ რაიმე ანალოგიური შემთხვევა, ვთქვათ საქართველოს სხვა რეგიონებიდან. საერთოდ ის რომ მედია არის პასიური დღეს და მასმედიის საშუალებებით ნაკლებად ჟღერდება ის ინფორმაცია, ის ობიექტური რეალობა, რაც არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში, ეს ფაქტია. მე არა მაქვს აქ საუბარი, მხოლოდ თრიალეთზე, აქ საუბარი მაქვს ყველა იმ ტელეკომპანიაზე, რომელიც აქამდე აქტიურად აშუქებდა იმ მოვლენებს, რაც საქართველოში ხდებოდა, იმ დარღვევებზე ძალიან ხმამაღლა მიდიოდა საუბარი, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების პერიოდში, მაგრამ დღეს სამწუხაროდ ყველა ტელეკომპანია, ყველა გაზეთი მუშაობს იმ მიმართულებით, რომ გავიდეს მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც ხელისუფლებისთვის არის მისაღები და არა ობიექტური გაშუქდეს ეს ყველაფერი და მიუწოდოს საზოგადოებას და თავად საზოგადოებამ გააკეთოს შეფასება. ამ შემთხვევაში ეს გარკვეულწილად ხელს უწყობს იმ პრობლემების ზრდას ჩვენს ქვეყანაში, რაზედაც ეხლა ზემოთ გქონდა საუბარი. ადრე თუ კი ადამიანის წამებასთან დაკავშირებით მთელი ამბები ხდებოდა, ვთქვათ, მასმედიის საშუალებით ერთი ადამიანი რო ეწამებინათ ამაზე ჩატარებულ პრესკონფერენციას აშუქებდა ყველა ტელევიზია და იწერებოდა ყველა გაზეთში. როდესაც იმ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით გვაქვს საუბარი, რომ 500-ზე მეტი ადამიანია ნაწამები და ეს არის მინიმუმი რეალურად, რა თქმა უნდა, სურათი უფრო მძაფრია და უფრო მეტი ადამიანი სწამება ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით რატომღაც მედია დუმს და ეს ერთ საინფორმაციო საშუალებით შუქდება დღეს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ, გორში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ნაკლებად ხდება გაშუქება იმ პრობლემების, რა პრობლემებიც არის გორში და რაზედაც გიორგი მაც ისაუბრა, კარგია და მივესალმები იმას, რომ თუ კი მოხდება დღეიდან ამ ყველაფრის ობიექტურად გაშუქება, საზოგადოებას მიეწოდება ის ინფორმაცია, რაც ხდება და ეს ალბათ ხელს შეუწყობს იმას, რომ ნაკლები შესაძლებლობა ექნება პოლიციას, რომ მოახდინოს რაღაცა იარაღის, ნარკოტიკების, ხელყუმბარების ჩადება, ტანკებს ვერ უყენებენ ამ ადამიანებს სახში თუ არა შეიძლება ტანკიც აღმოაჩინონ ხოლმე ხშირად მათ სახლებში, როდესაც ჭხრეკას ატარებენ. თუ კი ამაზე ხმაური ატყდება და ამაზე შემდეგ
იძულებული გახდება სამართალდამცავი ორგანოები, რომ ვინმე პასუხისგებაში მისცენ, ეს გარკვეულწილად ხელს შეუწყობს აი ამ პრობლემების მოგვარებას. რამდენიც არ უნდა იყვიროს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვინც ამ კუთხით მუშაობს, ომბუდსმენის აპარატმა და ასე შემდეგ, ამას აზრი არ ექნება, თუ კი ეს არ გაშუქდება და ამაზე ესე იგი მედიის მხრიდან არ ექნება აქტიური მუშაობა. ის რომ პროკურატურა თავის მხრივ არაფერს აკეთებს, თქვათ და ეს ადამიანები პასუხისგებაში არ არიან მიცემული, ეს ფაქტია, მაგრამ ამაზე უნდა დაიწყოს ხმამაღალი საუბარი იმისთვის, რომ საზოგადოება უფრო მეტად იყოს მობილიზებული, რომ რაღაცა კონტროლი განახორციელოს ხელისუფლებაზე და ისეთ ფაქტებს ნაკლებად ექნება ალბათ მომავალში ადგილი. და როგორ ფიქრობთ, რატომ არ აშუქებს მედია, თქვათ ამ ფაქტებს? თუ შეიძლება ჩავირთვებით ამ შემთხვევაში, მიზეზი ამის შეიძლება იყოს რამოდენიმე. უბრალოდ რო წარმოვიდგინოთ თავი დღევანდელ სიტუაციაში, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ. ვარდების რევოლუციის მერე ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი საზღვარი გაიხსნა. ინფორმაცია აღარ არის ისეთი დახურული, როგორც შეიძლება ის ყოფილიყო. დღეს აღარ არის პრობლემა, რომ ადამიანებმა საქართველოს გარეთ გაიგონ რა ხდება ამ ქვეყანაში, რა დარღვევებს აქ ადგილი და მაინდა-მაინც ჟურნალისტების აქტიურობაზეც ხშირად არ არის დამოკიდებული. ინფორმაცია ისედაც გადის. ძალიან ბევრია დაინტერესებული, ვინც ამაზე მუშაობს, ვინც ამას ყოველთვის მიყვება და უბრალოდ ჟურნალისტების მხრიდან ამაზე დამატებით რაღაცა კამპანიის დაწყება ამას მხოლოდ ხელს უწყობს და რეალურად ფაქტის სიმწავეს არაფერს არ აკლებს. ვინაიდან ფაქტები ისედაც ფიქსირდება. მაგალითად, ჩამოდიან საქართველოში სტუმრები, ჩამოდიან ევროკავშირიდან, ისევე როგორც თქვათ, შეიძლება დღეს მაგალითად სოზარ სუბარს აქვს შეხვედრა სახალხო დამცველს ევროკავშირის კომისიასთან, რომელზედაც ესეთი საკითხები იქნება განხილული. და უბრალოდ ამას ჭირდება მხარდაჭერა რეგიონებიდან და ამაზე ძალიან ბევრი საუბარი, რადგან დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ცოტა არ იყოს ესეთი კბილის მოსინჯვის დამოკიდებულება მედიასთან მიმართებაში. თქვენ რომ აღნიშნეთ, არის თუ არა სხვა რეგიონებში ზეწოლის ფაქტები. ზეწოლა არის პირდაპირი, არაპირდაპირი, რაღაცა ფორმებით დღეს ხელისუფლება ცდილობს გაიგოს როგორია მედია, არის თუ არა ის ძლიერი. და მედია იყო ძლიერი, რადგან ამ სახელმწიფოში ერთადერთი ქონება, რომელიც დღეს რეალურად მოქალაქეებს გააჩნიათ, ეს არის სიტყვის თავისუფლება. ეს არის ქონება, რომელსაც ჩვენ მართლა ვფლობთ და ამას ეფექტურად ვიყენებთ. და ჩვენ არ გვინდა რომ ეს ქონება ვიღაცამ წაგვართოს. პირველი არის ეს რა შეგნებას დღეს არსებობს და აი ეს შეგნება კარგი იქნება რომ არ იყოს დაკარგული და ამის გაცნობიერება არ იყოს დაკარგული არც ერთი მხარის მიერ, ერთი მოქალაქეების და მეორე პროფესიონალების მხრივ, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს. ამიტომ რეალურად ჩვენთან საზოგადოება ამას ყოველთვის დაიცავს. დღევანდელი ეტაპი, თქვათ იგივე ადგილებზე, ადგილობრივ დონეზე ქვეყნის მასშტაბით, რაღაც მედიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის არის უბრალოდ გამოცდა. რამდენად გააუძლებს და ჩააბარებს მედია თავის მხრივ ტესტს, თორემ თვითონ ის რომ ფაქტები გაშუქდეს თუ არ გაშუქდეს, ამის პრობლემა არ არის. თქვათ არ გააშუქებს თრიალეთი, არ გააშუქებს თბილისი, გააშუქებს ვაშინგტონ პოსტი, ხო? ანუ ფაქტი თავისთავად რო არსებობს, ეს ფაქტი არ იკარგება. და აქ თავარია უბრალოდ რამდენად არის საზოგადოება ადგილობრივი მობილიზებული და რამდენად არის ჟურნალისტები მობილიზებული იმისთვის, რომ დაიცვან ეს საერთო სიკეთე, რაც მათ ორივეს გააჩნიათ და ეს არის სიტყვის თავისუფლება. და თქვენ ახსენეთ ახლა ბატონი სოზარ სუბარს აქვს შეხვედრა, თუ არის თქვენთვის ცნობილი, აპირებს თუ არა ის გაიტანოს თქვათ გორის რაიონული სასამართლოს მხრიდან მედიის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტი. ბუნებრივია, მას აქვს ინფორმაცია გორის შესახებ, მას აქვს ინფორმაცია აქ სიტყვის თავისუფლების შესახებ, მედიის შესახებ და ის როგორც სახალხო დამცველი, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას მიაწვდის ყველას, ვისაც ეს აინტერესებს, მათ შორის იგივე ევროკავშირის წარმომადგენლებს, მათ შორის ნებისმიერ სხვა სტრუქტურის იქნება, ნებისმიერ სხვა მასმედიის თუ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს. ამიტომ როგორც თავიდან აღვნიშნეთ, ინფორმაციის გაჟონვა დღეს არ არის ის მომენტი, რასაც შეიძლება რომელიმე მხარე ფარავდეს ან ვინმე ცდილობს, რომ ინფორმაციას ხელი დააფაროს. ეს დღეს უკვე წარმოუდგენელია 21 საუკუნეში. არსებობს კომუნიკაციის ახალი საშუალებები და ამას წინ არაფერი არ დგას. აქ უფრო ლაპარაკია ადგილობრივ დონეზე მოქალაქეები და მედია, რამდენად თანამშრომლობენ იმისთვის, რომ კონდეთ მართლა ძლიერი მედია.
და სხვათა შორის ერთ რამეს დავამატებ, საინტერესოა გოჩიტაშვილმა გამოიტანა გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ და დაგვაკისრა, ასე ვთქვათ, სამასილა, რომელიც უკვე საოლქო სასამართლოში აღარ გასაჩივრდებოდა. ჩვენ უკვე ჩავთვალეთ, რომ ეს იყო თუნდაც ზეწოლის კიდევ ერთ-ერთი დასტური იმის, რომ ეს გადაწყვეტილება ფაქტიურად აღარ გვაძლევდა ჩვენ საშუალებას, რომ გაგვეასაჩივრებინა ეს გადაწყვეტილება. პირადად თქვენი მოსაზრება როგორია, ხომ არ გულისხმობს ეს ვთქვათ, მართლა იმის ადასტურება ხომ არ არის, თუნდაც დანარჩენები რომ გამოვრიცხოთ უკვე, რომ ეს გადასახადის ასეთი თანხამდე დაყვანა კიდევ ერთი ზეწოლის უკვე აშკარა ფაქტია. ეს არის იურიდიული ხრიკე, ერთგვარი ვირაშმაკობა, რომელსაც ხშირად მიმართავდნენ ხოლმე ძველი ხელისუფლების დროს, იმისთვის რომ ჟურნალისტებისთვის მოესპოთ შესაძლებლობა შემდეგ რომ გასაჩივრებულიყო ეს გადაწყვეტილებები, თქვათ, სააპელაციო სასამართლოში ან შემდეგ უზენაეს სასამართლოში. ხა ესეთი ხრიკებით შორს ვერავინ ვერ წავა. წინა ხელისუფლება, რომელიც არ ღვევდა ადამიანის უფლებებს, ხა დღეს თქვათ სადემყოფება, ხო, თქვათ იგივე კოპა ნარჩემაშვილი. სადამოყო ახლა ამ ადამიანმა ხო ჯობდა რომ თავის დროზევე ეზრუნა იმისთვის რომ ყოფილიყო ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა. თქვათ იგივე ციხეებში ყოფილიყო უკეთეს პირობები, ხო პირადად ხო ახლა უკეთეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა ყველანაირ თვალსაზრისით. ასევე მოსამართლეებმაც პირველ რიგში ჟურნალისტები გვერდით უნდა დაიყენონ, იმიტომ რომ ყოველთვის არ აღმოჩნდებიან ისინი ძლიერის პოზიციაში. შეიძლება რაღაც შეტრიალდეს და ისინი აღმოჩნდნენ იმ მდგომარეობაში, რაშიც დღეს თქვათ იგივე კობა ნარჩემაშვილი აღმოჩნდა და მათ აქეთ დაჭირდეთ ჟურნალისტების თანადგომა და ელემენტარულად ის პირი მაინც უნდა დარჩეთ, რომ ჟურნალისტს დაელაპარაკონ და დახმარებათ ხო. ეს იქით რომ გადავდოთ ახლა რეალურად ნებისმიერი მცდელობა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან იქნება თუ არ ვიცი ვის მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს. ცდელობა იმისი, რომ შეზღუდოს პრესის თავისუფლება, რაღაცნაირი ზეწოლა განახორციელოს მასზე. დამთავრდება სრული კრახით, იმიტომ რომ ამას საზოგადოება ნამდვილად ვერ მოითმენს. შეიძლება ის რაც ხდება ციხეებში ესე თვალნათლივი არ არის და ჩვეულებრივი მოქალაქე ამას ვერ ხედავდეს, მაგრამ პრესა ისეთი რაღაცაა, ტელევიზია ისეთი რამეა, აქ ნებისმიერ კანონდარღვევას ელვისებური გავრცელება ექნება, ამას გაიგებს სულ ყველა დედამიწის ზურგზე, არავინ არ დარჩება, სადამდეც ეს ინფორმაცია არ მიაღწევდეს, ასე რომ ეს ყველა მცდელობა იმ თავითვე გამწირულია კრახისთვის და თუ კი ვინმე ესეთ რამეს გეგმავს და აპირებს, ის უბრალოდ უგუნური არის. მე იმედი მინდა გამოთქვა, რომ ასეთ სისულელეს აქ არავინ სერიოზულად არ შეეცდება, ხა შეიძლება ვთქვათ 1-2 რაღაცა ესეთი მცდელობა იყოს, აი როგორც გიორგიმ თქვა, კბილის მოსინჯვის, მაგრამ მე მგონი ასეთ ნებისმიერ ესეთ შემთხვევას რომ წავე საზოგადოებრივი რეაქცია მოყვება და ეს მხოლოდ გორის ფარგლებით არ შემოისაზღვრება და არა მარტო თქვათ იგივე თბილისიდან ჩამოვლენ აქ ხალხი, არამედ ამას რომ ძალიან ფართო საერთაშორისო რეზონანსი მიეცემა, მე მგონი ეს არავისში ეწვს არ უნდა იწვევდეს. იგივე ეს დარღვევები, რაზედაც ეხლა ქონდა საუბარი, ოქროაშვილის უკანონო დაპატიმრების საქმე, იგივე ის წამების შემთხვევები, რომლებითაც გორის სამწუხაროდ გამორჩეულ ადგილზეა საქართველოში ძალიან მწვავე განხილვის თემა იყო გუშინ, როდესაც თბილისში ჩატარდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ხდომა. იქაც საკმაოდ დიდი შეშფოთება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემები უნდა გადაწყდეს, ხელისუფლებაში უნდა გამოიძებნოს იმისი პოლიტიკური ნება, რომ რაღაცნაირად ამას ყურადღება მიექცეს. გასაგებია, რომ გორი არის კრიზისული რეგიონი, გასაგებია, რომ აქ არსებობს სერიოზული პრობლემა, იგივე ცხინვალის ფეთქებად საშიში რეგიონის სახით, გასაგებია, რომ აქ ყოველდღე ისვრიან და წმუნებულის
ყურადღება ძირითადად იქით არის გადატანილი, მაგრამ როგორც პრეზიდენტი არის მთელ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი, ასევე ამ კონკრეტულ რეგიონში პრეზიდენტის აი ამ უფლებამოსილებების განხორციელება ეკისრება მის რწმუნებულს და ნებისმიერ დარღვევაზე საბოლოო ჯამში პასუხი მას მოეთხოვება. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშა ქარელი, რომელსაც გამოცდილება აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის და მას საკმაოდ კარგად ესმის რა არის ადამიანის უფლებები, გამონახავს იმის შესაძლებლობას, რომ რაღაცნაირად ყურადღება დაუთმოს გორში შექმნილ ამ საკმაოდ წავე მდგომარეობას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, იგივე პრესის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი აქვს და მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ ეს სიტუაცია უმოკლეს დროში გამოსწორდეს. დიახ, მე მადლობა რომ ტელემაყურებელი არის ჩვენთან პირდაპირ ეთერში. დიახ, მოგესალმებით და გისმენთ. დასა. ალო. მივესალმები დარბაზში ვწდომებს. სულ რაღაც იგი 9 წუთი არ არის, რაც შუქი მოვიდა. დარწმუნებული ვარ, თავისუფლების ინსტიტუტი და ქალაქში ჩამოსული სტუმრად ომბუდსმენი ისეთ საკითხებს წამოწევდნენ, რომელიც მოქალაქეებს აინტერესებდა, ის აუცილებლად წაადგება ამ რეგიონს. სამწუხაროა, რომ მოსახლეობის 70% ვერ უწყერის ამ გადაცემას. ნავთლი რომ ადეკვატური ზარები იქნებოდა იმ ხალხდაჭერისათვის, რის გამოც ისინი აქ არიან ჩამოსული და იგივე ექნებოდათ მოქალაქეებს. ამიტომ ეს არის ხელოვნური საბოტაჟი და ვთქვათ, რომ ან რაღაცა სხვა ფორმები გამოინახოს ამისთვის, რომ გაიგოთ მოსახლეობის ტკივილი, ან და პასუხი მოსთხოვოთ იმათ, ვინც აი ამ გზაზე აყენებს მოსახლეობას. ჩემ პიროვნებასაც არ მალავ, არინა თავაქარაშვილი ვარ, მივესალმები ლევან რამიშვილს. მადლობთ. ერთ სიტყვით მოსახლეობა არის ჩაბნელებული სამწუხაროდ მე მინდა უბრალოდ მოსახლეობას ვუთხრა რომ ჩვენი საინფო ეს გადაცემა ეთერში გავახვალ დილით, ასე რომ მათ ზარებს რა ვუყოთ, მაგრამ მათ ვინც ვერ უყურა დღეს, იმედია უყურებს ხვალ და ხვალ საღამოთის განმეორდება რამდენადაც მაცნობები. და საინტერესოა ასეთი კითხვა მექნება, რამდენად ხშირია, ვთქვათ, მოსახლეობის ნდობა თუნდაც თქვენი მისამართით იმ მოსახლეობის, რომელიც უკანონობის მსხვერპლი გახდა. რამდენად სჯერათ მათ, რომ ვთქვათ, რამე შეიცვლება თუნდაც იმით, რომ თქვენთან იქნებიან გულახდილები. თუ შეიძლება მე რო გითხრათ ამას შეიძლება სიტყვა. მოსახლეობის ნდობა ეხლა იმ მოსამართლეებთან მიმართებაში, რომლებზეც ეხლა აქ საუბრობდით. თუნდაც ამ ფაქტების შემდეგ, რომ ეს ყოველგვარ უკვე აკავებენ მოსამართლეებს, ხედავთ, რომ ვიღაცა თავის კაბინეტში ფულს ითვლიდა და ამ ადამიანების ნდობა რომ მოსახლეობას არ აქვს და მათ უბრალოდ არ შეერეს, ჩვეულებრივი მოვლენაა ის თქვა. ორიაზე არ არსებობს და მე შემიძლია ისევ ამ გორის მაგალითზე, კონკრეტულ გორის მაგალითზე მოგიყვანოთ ერთი ფაქტი, რომ აი მიგრაციის ცემის ფაქტი, რომ პროკურორებმა როცა წეგანასაც ვამბობდი. პროკურატურის, თბილისის გენერალური პროკურატურის ჩამოსული სპეციალური პროკურორი იყო, რომელსაც ეს ამბავი უნდა გამოეკვლიე, ესე ვთქვათ და მიგრაციისგან მიიღო ინფორმაცია, როგორ რანაირ ვითარებაში მოხდა მისი ცემა და როგორ ცემა ბაბაჯანაშვილმა და როგორ ცემა წითურმა. ამ ადამიანმა უბრალოდ მათ არ გააანტო ეს ინფორმაცია, არ უთხრა. არ მიაწოდა უბრალოდ, რადგან იცოდა, არც იცოდა ვინ იყო ეს ადამიანი, მაგრამ იცოდა რომ იყო პროკურატურის თანამშრომელი და არ ემდო. როცა ჩვენი ოფისის წარმომადგენლები მივიდნენ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს, ან დეტალურად მოუყვა აბსოლუტურად ყველა ფაქტი, ყველა დეტალი აღწერა ისე როგორც იყო და შემდგომშიც უკვე მხოლოდ ჩვენი მეშვეობით კონტაქტობდა პროკურატურასთან. ეგ არის უბრალოდ ესეთი ჩვეულებრივი მოვლენა, ესეთი პირობებში, როცა ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ, რას აკეთებენ მოსამართლეები, როგორ იღებენ ფულს, როგორ იღებენ სრულიად უკანონო გადაწყვეტილებას, რას აკეთებენ პროკურორი და პოლიციელები, ფაქტია მათი ნდობა ხალხს უბრალოდ აღარ იქნება. ასეთ ვითარებაში. გასაგებია. და უკვე ბოლოს ალბათ დარწმუნებულად თვალ თქვენგანისთვის უკვე ცნობილია, რომ ჩვენ საინფორმაციო გამოშვება გავაჩერეთ იმიტომ, რომ იყო ზეწოლა სასამართლოს მხრიდან, რაც ყველაზე მთავარია, გაგვეუქმეს სიხშირე, რომელიც ლიცენზია წლების წინ ქონდა მოპოვებული, უკანონოდ რა თქმა უნდა. უკანონოდ მოხდა მისი გაუქმება. არის ზეწოლები, ვთქვათ, იგივე გადასახადო სამსახურის, უშიშროების სამსახურების მხრიდან და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ უნდა გაგვეჩერებინა საინფორმაციო, იმიტომ რომ ჩვენი რეპორტაჟების თემა გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენზე დაიწყო ზეწოლა. თქვენი აზრი, თქვენი მოსაზრება როგორი იქნება, რამდენად ვთქვათ, კარგი შედეგი ხო, ტელეკომპანიის მიმართ იყო მცდელობა ყოველ შემთხვევაში, რომ ვთქვათ, ხელში ჩაებდოთ, ასე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, რა თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენლებს.
პირადად თქვენი აზრი საინტერესოა, თითოეული თქვენგანის მოსაზრება მაინტერესებს, რამდენად თუნდაც კარგი ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან, რომ ესე მოვიქეცით და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ თქვენი აზრი საინტერესოა. მე პირადად მოკლედ გეტყვით ამასთან დაკავშირებით, მე ვთვლი რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი, ის რომ შეჩერდა საინფორმაციოების გასვლა ამ არხზე, პირიქით ამაზე მაშინვე უნდა მომხდარიყო საკმაოდ ისეთი ხმაური სატეხვა და კიდევ ერთხელ ხალხს გავუსმენ, რომ თითოეული ესეთი მცდელობა, რა თქმა უნდა, დასრულდება კრახით. ეს ადამიანები იმედია, რომ თავად მიხვდებიან, რომ ესეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგან და თუ კი ამ ნაბიჯს გადადგამენ, რა მოყვება, ამას ალბათ ძალიან კარგად ნახავენ ისინი და რა მოყვა თუ გინდ რუსთავიორში უშიშროების შეცვლას შევარდნაძის პერიოდში, ეს მათ ალბათ ძალიან კარგად ახსოვს. მართალია შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ საზოგადოება დღეს ისევ აქტიურად დაუდგება ტელევიზიებს გვერდით, თუ კი ესეთ მცდელობას ექნება, თუ გინდ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ადგილი. ალბათ დაამატებენ სხვაებიც ამ მეც ერთ-ერთ სიტუაციაზე ამას დაკავშირებით, რომ ეს არის ძალიან მარტივი მდგომარეობა, ხო ვიღაცას ხელისუფლება შეიძლება ყოველთვის გაუჩნდეს რაღაც უცნაური, რომელიმე ტელეკომპანია ან ხელში ჩაიგდოს, ან გააჩეროს, ან გაზეთი, მაგრამ არის ძალიან მარტივი გამოსავალი, ხო თქვენი პროცესის ფორმა, რაც გულისხმობდა იმას, რომ საინფორმაციო გადასებების შეწყვეტეთ და რაღაც აქტიურობას, ასე ვთქვათ, აქტიურობის ტემპი დაეცა. როგორ გონიათ, რა უფრო მარტივია ხელისუფლებისთვის, ცალკეული კლანებისთვის და პიროვნებებისთვის იმ გაზეთის და იმ ტელევიზიის დახურვა, რომელსაც 5 ადამიანი დღეს შეისწვლა, საერთოდ არავინ არ უყურებს. თუ იმის, რომელიც აქტიურია და ყოველდღიური კონტაქტი აქვს ხალხთან. პასიურობით რაღაც აი მიმართულებებით, რომ პროტესტის სახით რაღაც გადაცემები შევწყვეტოთ და რაღაც ესეთი არ ვთქვათ ის რაც სათქმელი, ეს არანაირად არ შეუწყობს ხელს ტელევიზიის პოზიციების გამარჯვებას. უცხოურ შემთხვევაში შეიძლება დაასხას იმათის გულწრფელი, ვინც ცდილობს ამ ტელევიზიების და მასმედიის რაღაც საშუალებების უბრალოდ ხილჩაგდებას და განადგურებას. აი, უბრალოდ ერთი რაღაც მომენტი რო გავიხსენოთ ჩვენი არც ისე შორეული ისტორიიდან. როდესაც უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლები შეეჭრნენ რუსთავი-ორში. რუსთავი-ორს მაშინ რო საინფორმაციო მაუწყებლობა შეეწყვიტა. ამითი ან რუსთავი-ორი რას მოიგებდა და რას მოიგებდა საზოგადოება. პირიქით, უფრო მეტი საინფორმაციო გამოშვებები უნდა გადიოდეს თქვენ ეთერში და საერთოდ აი ცნობილ ადამიანს უთქვამს, პატიოსნება არის საუკეთესო პოლიტიკა. ხალხს უნდა ველაპარაკოთ სიმართლე, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, რომ იცოდეს რა გარემოში ცხოვრობს, რა ხდება ამ ქვეყანაზე, რა ხდება ამ ქალაქში, რა დარღვევებს აქვს ადგილი, იგივე რა მიღწევებს აქვს ადგილი, თუ კი რაღაცა დადებითიც ხდება, ესეც არ უნდა დაუმალოთ საზოგადოებას, მაგრამ არ უნდა კონდეს ადგილი შელამაზებას, არ უნდა კონდეს ადგილი ხელისუფლების მაამებლობას, არც იმას უნდა კონდეს ბუნებრივი ადგილი, რომ რაღაცა მიუჩქმალოთ, თუ კი რამე დადებითი და სასიკეთო ხდება ქვეყანაში. უნდა მივაწოდოთ ობიექტური, დაბალანსებული, გაწონასწორებული ინფორმაცია საზოგადოებას და საზოგადოება თვითონ გააკეთებს თავის არჩევანს. ყოველთვის, როდესაც ჩვენ საზოგადოებას ჰქონდა ეს გამოცდა ჩასაბარებელი და არჩევანი გასაკეთებელი, ჩვენმა საზოგადოებამ გააკეთა დემოკრატიული არჩევანი და დაიცვა დემოკრატია, დაიცვა სიტყვის თავისუფლება, დაუდგა გვერდში იგივე საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც ხალხის სამსახურში იყვნენ. ისე რომ თუ ეს ტელევიზია ლავინდებურად ხალხის სამსახურში იქნება, მაშინ ხალხი აუცილებლად დაუდგება მას გვერდში და დაიცავს ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს ზეწოლა და თუ კი საზოგადოების ხარდაჭერა იარსებებს, მერწმუნეთ, რომ ვერანაირი ხელისუფალი, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერაფერს ვერ შეცდებს და ეს ყველანაირი მცდელობები დამთავრდება წარუმატებლობით. დიახ, ბატონო გიორგი ხომარის თავად. ბუნებრივია, ახლა მე შევერთი გამოთქმულას ახალს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ გათვითცნობიერება იმის, რომ მედიას აქვს იარაღი. რაღაცნაირად უნდა აღდგეს ეს იარაღი არის სიტყვა, ეს იარაღი არის მართალი სიტყვა, რომელიც მას მიაქვს მოქალაქეებთან, მას მიაქვს ადგილობრივ დონეზე იქნება თუ არ ვიცი. მთელი საქართველოს მასშტაბით და ხალხი ამას აფასებს და ბუნებრივია ამ ყველაფერს ხედავს. ის რომ ეს სიტყვის საშუალება მედიამ თავის თავს თვითონ მოუსწროს, რა თქმა უნდა, იქნება თავის თავისთვის დანის ჩარტყმა და არ იქნება სწორი ნაბიჯი. პირიქით მაქსიმალურად ცდილობა იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მევიდეს, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. კრიზისულ სიტუაციაშიც და ბუნებრივია უნდა იყოს პრიორიტეტი ჩვეულებრივი ნორმალური მუშაობის დროსაც, რადგან ერთადერთი მიზანი, რაც მედიას აქვს, ეს არის იარსებოს და იყოს იმისთვის, რომ ინფორმაციის გავრცელებას რაღაცნაირად ახორციელებს. ეს არის მისი ვალდებულებაც, ეს არის მისი დანიშნულებაც და ზოგადად ასე იცნობს მას საზოგადოება. ამიტომ
ეს თვისება მან არ უნდა დაკარგოს და რა თქმა უნდა კრიზისში ბუნებრივია უნდა გააძლიეროს და გაატკეცოს თუ როგორც არის. კი, ბატონო გიგვით ხმარების დაამატებთ. პირველ რიგში მოგიწოდებთ იმას, რომ არ გაჩუმდეთ და ადეკვატური რეაგირება მოახდინოთ იმ ზეწოლაზე, რაც თქვენს მიმართ ხორციელდება. რეალურად ხდება ის, რომ სასამართლოს მეშვეობით ხელისუფლება თქვენ გაკისრებთ რაღაც განსაზღვრულ ფულად ჯარიმებს, თქვენთან თქვენი საქმიანობით ინტერესდება უშიშროება, ინტერესდება საგადასახადო. ეს გარკვეულწილად მაგონებს შევარდნაძის მეთოდებს, რასაც იგი იყენებდა მედიის წინააღმდეგ და ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ იგივე აი ამ მეთოდებით სასამართლო ჯარიმების მეშვეობით შევარდნაძემ შეძლო ის, რომ გაეჩერებინა 60 წუთი და მე თქვენ გირჩევთ იყოთ აქტიური და იყოთ მწვავე ყოველივე აი იმის მიმართ, რაც თქვენს მიმართ ხორციელდება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა. მე უბრალოდ ერთს დავამატებდი, რომ ჩვენ მართლა ვგრძნობთ მოსახლეობისგან მხარდაჭერას, ეს 2 დღეა ფაქტიურად, რაც გაჩერებული არის ჩვენი საინფორმაციო სამსახური და ვგრძნობთ მხარდაჭერას, ისინი მოდიოდნენ, გამოხატავდნენ ჩვენს მიმართ თანადგომას, იყო სატელეფონო ზარები, მე მინდა დიდი მადლობა მოუხადოთ თითოეულ მათგანს, ვინც მოვიდა, ვინც დაგვირეკა. ჩვენ არ გვაქვს უფლება გავჩუმდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვჭირდებით ხალხს. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს სტუდიაში მობრძანებისთვის, გემშვიდობებით ჩვენს ეთერს ჩვენი საინფორმაციო სამსახური განაგრძობს. ნახვამდის.